ცხოვრებაში ვინმე ყვარებია? ალბათ კი, მაგრამ შეგიძლია გაიხსენოს ზუსტად ის მომენტი, როდესაც ეს სიყვარული დაიწყო? რომელი მომენტიც არ უნდა გაგახსენდეს, გეტყვი, რომ შენს ტვინს გაცილებით მანამდე აქვს გადაწყვეტილი, ვინ შეგიყვარდება და ვინ არა, ვიდრე შენ ამას გააცნობიერებ. ხოდე დღეს გავიგებთ, როგორ ირჩევს ტვინი პარტნიორს, რა მოწონთ კაცებს ქალებში და პირიქით. რა უნდა ისწავლონ ბიჭებმა იმისთვის, რომ სამჯერ მეტ გოგოს მოეწონოს და რა უნდა აკეთონ ხშირად გოგოებმა მიმზიდველობის გასაზრდელად. გავიგებთ, რა ფაზები აქვს სიყვარულს და რომელ ფაზაში ხარ შენ და საერთოდ რა ხდება ტვინში, როცა გვიყვარს. და ბოლოს ერთად გავცემთ პასუხში კითხვას, არსებობს სამუდამო სიყვარული ნეირობიოლოგიურად? ხოდა დავიწყეთ. დღეს ჩვენ საუბრობთ ქალის და კაცის სიყვარულზე, სხვა ტიპის სიყვარულზე სხვა ვიდეოებში მოგიყვები. მაგრამ რა არის სიყვარული? რას ვეძახით სიყვარულს? იმიტომ რომ რომანტიულ ურთიერთობებს აქვს სამი სხვადასხვა ფაზა. თითეულის დროს სულ სხვადასხვა პროცესები ხდება ტვინში და სხვადასხვა ჰორმონები არეგულირებენ ამ ფაზებს. პირველი ფაზა, ალბათ არ გაგიკვირდებათ, არის ეს მიზიდულობის, attraction ინგლისურად, ამის ფაზა. მაგრამ როგორ ირჩევს ტვინი, ვის მიმართ კონდეს მიზიდულობა და ვის მიმართ არა? საქმე იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, შენ რა ასაკში ხარ, გინდა თუ არა ბავშვი, ან საერთოდ აპირებ შვილის სკოლას თუ არა, მაინც მიზიდულობას განაგებს ჩვენი ევოლუციური კოდი, ჩვენი გენები. შევრწყათ იმ ადამიანის გენებთან, რომელთანაც კარგი თაობა გამოგვივა. ამიტომ ტვინი მუდმივად დაკავებულია კარგი გენების ამოცნობით. მაგრამ როგორ აკეთებს ამას ტვინი? მხედველობის მქონე ადამიანებისთვის უმთავრესი ინფორმაცია მოდის თვალიდან. მხედველობის უბანი ნანოწამებში გადასცემს ინფორმაციას ჩვენს ემოციურ ტვინს, განსაკუთრებით უბანს ამიგდალას, რომელსაც ჩვენი შიშების უბანს ეძახიან და ის 23-ზე ნაკლებში დებს თავის დასკვნას. შესაფერისია ეს პარტნიორი თუ არა. მაგრამ ამიგდალა არ მუშაობს საუკეთესო გენების ამოცნობის პრინციპით. ის უფრო ცდილობს გამორიცხოს ის გენები, რომელიც შეუსაბამოა ჩვენთვის. ამიტომ ამიგდალა უფრო მეტად დაკონცენტრირებულია ნეგატივზე, ვიდრე პოზიტივზე და ეს ნეგატივზე კონცენტრაცია კიდევ უფრო მაღალი არის ქალებში. მაგრამ რაზე დაყრდნობით იღებს ამიგდალა გადაწყვეტილებას? პირველი, რასაც ტვინი აღიქვავს, ეს არის ადამიანის სახე. და ითვლება, რომ სილამაზის სტანდარტი არის სიმეტრიული სახე. როდესაც მარჯვენა და მარცხენა მხარე არის სიმეტრიული, ჩვენ არავის გვაქვს 100%-ით სიმეტრიული სახე, მაგრამ თურმე რაც უფრო ნაკლებია ასიმეტრია ამ ორ მხარეს შორის, მით უფრო მიმზიდველი ეჩვენებათ ადამიანებს ასეთი სახე. რატომ მოწონს ადამიანის ტვინს სიმეტრია? იმიტომ რომ ითვლება, რომ უცხოთ ყოფნობის დროს ბავშვის განვითარება თუ იყო ნორმალური, მაშინ სახეში ნაკლები ასიმეტრია იქნება. ესე იგი, ეს სიმეტრიაც კარგი გენების მანიშნებელია. თუმცა, სიმეტრიაზე მეტად დიდ გავლენას ახდენს სახის საშუალოობა. რას ნიშნავს? ანუ, როდესაც ადამიანს აქვს საშუალო სტატისტიკური სახე. ანუ, არ აქვს ძალიან განსხვავებული რომელიმე ნაკვთი. არც ძალიან დიდი ტუჩი, არც პატარა, არც ძალიან გრძელი ცხვირი, არც ძალიან მოკლე. ეს საშუალოება იმის მანიშნებელია, რომ ადამიანს აქვს სტაბილური გენები და კარგად არის ეს გენები შერწყმული ერთმანეთთან. ამისი დასტურია ექსპერიმენტი, როდესაც მეცნიერებმა აიღეს 10,000-ობით სხვადასხვა ადამიანის ფოტო, ფოტოშოპში ერთმანეთს დაადეს და გამოიყვანეს საშუალო სტატისტიკური ნაკვთების ფოტო. და აი ამ ფოტოზე გამოსახულ სახეს ყველაზე მიმზიდველად მიიჩნევდნენ ადამიანები. მესამე დიდი გავლენის მქონე ფაქტორი არის სქესობრივი დიმორფიზმი. ანუ, როდესაც ადამიანის გარეგნობა ან ქცევა ხას უსვავს მის სქესს. ანუ, კაცში მამაკაცურობას, ქალში ქალურობას. დავიწყოთ მამაკაცებით, რას აღიქვამენ ისინი ქალურობის ნიშნად? გლუვი კანი, აწეული წარბები, სავსე ტუჩები, მომრგვალებული ფორმები, სრიალა თმა, ბრჭყვიალა თვალები. ანუ ყველაფერი ის, რაზეც გავლენას ახდენს ჩვენი სქესობრივი ჰორმონი ესტროგენი, რომელიც პიკს აღწევს მაშინ, როდესაც გვაქვს ოვულაცია. ახლა ამახს ბევრი ახალგაზრდა ბიჭი უყურებს და ზოგმა შეიძლება არ იცოდეს რა არის ოვულაცია. ოვულაცია არის თვის შიგნით რამდენიმე დღე, როდესაც ქალის კვერცხუჭრედი მზად არის განაყოფიერებისთვის, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ყველაზე ადვილად ორსულდება ამ პერიოდში. და ამ ოვულაციის დროს ესტროგენი ყველაზე მაღალი არის ქალში და გასაოცარი ის არის, რომ კაცებს შეუძლიათ ამოიცნონ გაუცნობიერებლად მაღალია ქალში ესტროგენი თუ არა. ამას ადასტურებს აი ესეთი ექსპერიმენტი. ქალებს უღებდნენ თვის სხვადასხვა პერიოდში ფოტოებს. ხან ოვულაციის დროს, ხან ციკლის დროს და აჩვენებდნენ შემდეგ ამ ფოტოებს კაცებს. კაცები ყველაზე ხშირად ირჩევდნენ იმ ფოტოს, როგორც ყველაზე მომხიბვლელს, რომელზეც ასახული იყო ქალი ოვულაციის პერიოდში. კაცის ეს უნარი ამოიცნოს ქალში მაღალი ესტროგენი
ასევე დაადასტურა დაკვირვებამ სტრიპტიზის მოცეკვავეებზე. აღმოჩნდა, რომ ოვულაციის დროს ქალებს 30%-ით უფრო მაღალი შემოსავალი ჰქონდათ, უფრო მეტ თიფს უტოვებდნენ მამაკაცები და გაცილებით ნაკლები ციკლის დროს. საოცარია, მაგრამ ეს ევოლუციური კოდი კაცმა ამოიცნოს ფერტილურობის ნიშანი იმდენად გამჯდარია, რომ ისე რომ კაცებმა არ იციან არაფერი ოვულაციის ან ესტროგენის შესახებ, მათ აქვთ ეს ავტომატური ამოცნობის მექანიზმი ტვინში. სწორედ ამ მაღალი ესტროგენის იმიტაციას ცდილობს ყოველდღიურად მაკიაჟის და სახის პლასტიკური ქირურგიის ინდუსტრიები, აწეული წარბები, გადატკეცილი კანი, სავსე ტუჩები. მოკლედ, მუდმივად ამ მაღალი ესტროგენის იმიტაციაში ვართ. სახის გარდა კაცის ტვინი, რა თქმა უნდა, სიგნალებს იღებს ქალის სხეულიდანაც. ქალის სხეულის სტანდარტები კულტურიდან კულტურამდე განსხვავდება, მაგრამ მიმზიდველობის კვლევარები თანხმდებიან იმაზე, რომ კულტურის და მიუხედავად სილამაზის სტანდარტად ითვლება წელისა და თეძოს თანაფარდობა. ანუ თუ ეს თანაფარდობა უახლოვდება 0-ს, კაცებს ასეთი სხეული უფრო მომხიბვლელი და მიმზიდველი ეჩვენებათ. რატომ? იმიტომ რომ თეძოში და ამ ზონაში, მათ შორის საჯდომში დაგროვილი ცხიმები შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, მაგალითად ომეგა-3, ომეგა-6, რომელიც ბავშვს მუცლადყოფნობის დროს გადაეცემა და ეს ნივთიერებები ხელს უწყობს ბავშვის ტვინის კარგად განვითარებას. ამიტომაც ბევრი ცხიმი თეძოების მიდამოებში და საჯდომში, რა სიტყვა ეს, იმის მანიშნებელია კაცისთვის, რომ მისი შვილი ჯამრთელი დაიბადება. გარდა ამ ჯანსაღი ცხიმებისა, გამომზეკილი უკანალი აგონებს კაცს ლორდოზულ პოზას. ეს არის პოზა, როდესაც ძუძუმწოვარი მდედრები იღებენ მაშინ, როდესაც თანხმობას აცხადებენ შეწყვილებაზე, ხო, საჯდომს წევენ ზევით. ჩვენ ახლა ასე არ ვაცხადებთ თანხმობას, მაგრამ კაცებისთვის სიგნალია ეს მზადყოფნობის და ამიტომაც აქცევენ ამდენ ყურადღებას ამ ერთ ადგილს ქალის სხეულში. და ქალებიც ხშირად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით სწორედ ამ გამოწეული ფორმების ხაზგასმას ცდილობენ და ამით იზრდიან მიმზიდველობას, ამიტომ არის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი რაღაც სექსუალობის სიმბოლო. მაგრამ ალბათ ახლა ქალებს აინტერესებთ კაცები რას უფრო მნიშვნელობას ანიჭებენ, სახეს თუ სხეულს. აქ არის ძალიან საინტერესო ამბავი. იმის და მიხედვით რისთვის ეძებს კაცი პარტნიორს, იცვლება მისი პრეფერენცია სახიდან სხეულზე. ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს. ქალის ფოტოებს დაფარებული ჰქონდა ერთი ფურცელი სახეზე და ერთი ფურცელი სხეულზე. კაცებს ეუბნებოდნენ, რომ ორივეს ნახვა არ შეეძლო და უნდა ენახა ან მარტო სახე, ან მარტო სხეული. როცა კაცს თხოვდნენ აერჩია შემთხვევითი სექსუალური ურთიერთობისთვის ქალი, კაცების 60% დაახლოებით ნახულობდა სხეულს. მაგრამ როგორც კი ეუბნებოდნენ, ახლა შენ უნდა აარჩიო გრძელვადიანი ურთიერთობისთვის ქალიო, 75% ნახულობდა სახეს. ეს ერთი ექსპერიმენტია, მაგრამ ძალიან ლოგიკურია. სხეული მხოლოდ ფერტილურობის და მზადყოფნის სიგნალებს აწვდის მამაკაცის ტვინს, ხოლო სახიდან კიდევ ძალიან ბევრი სხვა ინფორმაციის ამოკითხვაც შეიძლება, როგორია ქალის ემპათიურობის დონე, ემოციური სტაბილურობა და გრძელვადიანი ურთიერთობისთვის აი ამ თვისებებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ქალების შემთხვევაში კი 75% მიუხედავად იმისა, გრძელვადიანისთვის ეძებდა თუ შემთხვევითი ურთიერთობისთვის პარტნიორს, ქალი ნახულობდა კაცის სახეს. და აი გადავედით ქალებს რა მოწონთ მამაკაცებში. ქალები ზუსტად იმავე პრინციპით ირჩევენ საშუალო სტატისტიკურად კაცებს, როგორც კაცები, ანუ ისინი ეძებენ მაღალი ტესტესტერონის ნიშნებს, რომელიც გამოიხატება განიერ მხრებში, უხეშ ნაკვთებში, ძლიერებაში, კუნთებში. მაგრამ მაღალი ტესტესტერონი კიდევ უფრო მეტად კარგად ჩანს კაცის ქცევაში, იმიტომ რომ ის დაკავშირებული არის აგრესიასთან, დომინანტურობასთან, ტერიტორიალურობასთან. იმიტომ რომ ეს მაღალი ტესტესტერონი იმის ნიშანია, რომ ბავშვსაც უფრო მეტი გადარჩენის შანსი ექნება იმ სამყაროში, ამიტომაც ქალი ევოლუციურად დაპროგრამებულია ეძებოს ეს მაღალი ტესტესტერონის მამაკაცი. დღევანდელ კონტექსტში ეს მაღალი ტესტესტერონი მაინდა-მაინც ჩხუბს და ბრძოლას არ ნიშნავს მხოლოდ, ის ძალიან ხშირად გამოიხატება კაცის სოციალურ სტატუსში. ამიტომაც ქალების ყველაზე გავრცელებული უარის მიზეზი ადამიანთან გააგრძელოს ურთიერთობა ან გაიცნოს, არის სწორედ მისი შეუსაბამო სოციალური სტატუსი. მაგრამ თუ ქალი ეძებს კაცში სიძლიერეს, დომინანტურობას, რატომ ხდება ის, რომ კაცი, რომელსაც ხელში გიტარა უჭირავს თავის პროფილის სურათში, სამჯერ მეტ მოწონებას იმსახურებს ქალებისგან. რა შუაშია ხოლო მუსიკა და დომინანტურობა და სიძლიერე, მაგრამ თურმე შუაშია. სხვადასხვა პირველი იყო დარვინი, რომელმაც თქვა, რომ მუსიკა კულტურის ნაწილი კი არ არის, ის არის სექსუალური ურთიერთობის კომპონენტი ევოლუციურად, ანუ პარტნიორის შერჩევის მექანიზმი. მაგალითად, ფრინველებში მამრები სწორედ ამ მაღალი ხმით და კარგი სიმღერით ცდილობენ
მოიზიდონ მდედრები. და როდესაც ხმამაღლა მღერის ფრინველი ის მარტო პოტენციურ პარტნიორს კი არ მიიზიდავს, ის ძალიან ბევრ მტაცებელსაც ეუბნება მე აქ ვარო და ხმამაღლა სიმღერა იმის ნიშანია, რომ ამ შეუძლია გაუმკლავდეს მტაცებელს, ანუ თავდაჯერებულია და ხმამაღლა უმღერის ქალს შესაწყვილებლად. ესე იგი, სადღაც ევოლუციურად ჩვენთვის სიმღერა ასოცირდება თავდაჯერებულობასთან და დომინანტურობასთან, გამძლეობასთან. და ალბათ ნაწილობრივ ამიტომაც ქალებს იზიდავთ მუსიკალური ნიჭის მქონე კაცები. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ქალი რომ იყოს გიტარით, მისი მოწონების რაოდენობა ამის გამო არ იზრდება. ქალის პროფილის ფოტოებში ყველაზე ხშირად კაცებს მოწონთ ქალი, რომელიც გულწრფელად იღიმის. და რატო ამას სულ მალე გავიგებთ. მაგრამ მანამდე აუცილებლად უნდა გითხრათ. სანამ ახლა გავიქცევით და გადავიღებთ გიტარიან ფოტოებს და გავიზომავთ წელს, მანამდე აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ეს არის უბრალოდ საშუალო სტატისტიკური ინფორმაცია. თითოეული ადამიანისთვის რა არის მიმზიდველი, ბევრ სხვა რამეზეა დამოკიდებული, რაზეც ცოტა ხანში ვისაუბრებთ. კარგი. როდესაც მხედველობიდან მიღებული ინფორმაციით ტვინი დადებს დასტურს, რომ პარტნიორი მისაღებია, იწყება მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი და ეს არის ადამიანის სუნი. ჩვენ შეიძლება გაცნობიერებულად ვერ ვგრძნობდებთ ფერომონებს, მაგრამ ის ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ტოლვაზე. ფერომონები ეს არის ადამიანის სქესობრივი ორგანოდან გამოყოფილი ჰორმონების და მოლეკულების სუნი, რომელიც არ იგრძნობა ასე, მაგრამ როდესაც ის ცხვირის რეცეპტორებზე ხვდება, ის ააქტიურებს იმ ტვინის უბნებს, რომელიც აკონტროლებს ჩვენს სექსუალურ ტოლვას. და აი სუნს ყველაზე მეტად შევეგრძნობთ მაშინ, როდესაც ადამიანს ვკოცნით. და აი კოცნა ეს არის ყველაზე დიდი გენეტიკური ტესტი, რომელსაც ჩვენი ტვინი უტარებს მეორეს. ამ დროს გარდა იმისა, რომ გრძნობთ სუნს, 50 მილიონი ბაქტერიის მიმოცვლა ხდება ჩვენს შორის და ეს არის ყველაზე კარგი ტესტი, რამდენად ჩვენი გენები ერთმანეთს შეესაბამება. და ეს გენების შეესაბამება რას ნიშნავს? ადამიანისთვის ძალიან ახლო გენები არ არის კარგი, ანუ ინცესტი არ არის კარგი, რადგან შეიძლება გაიზარდოს მუტაციების რისკი ბავშვში. მაგრამ არც ძალიან შორეული გენები არის კარგი, იმიტომ რომ ის ევოლუციური უპირატესობა, რაც მის გენებს აქვს, შეიძლება შეუთავსებელი იყოს იმ სულ სხვა ჯგუფის გენებთან. ანუ ადამიანის ტვინი მუდმივად ცდილობს ისეთი გენები იპოვოს, რომელიც არ ძალიან ახლოა, ანუ ინცესტური და არ ძალიან შორეული. ამიტომაც არის, რომ ადამიანებს იშვიათად უჩნდებოდათ ხოლმე ტოლვა განსხვავებული ეთნიკურობის და რასის წარმომადგენლების მიმართ, იმიტომ რომ ტვინისთვის სიგნალი არის, რომ ძალიან შორეული გენებია. სხვათა შორის ხშირად ვფიქრობდი, რატომ ვაქცევთ ყურადღებას ადამიანი როგორ მეტყველებს, როგორი აქცენტი აქვს. ტვინისთვის სიგნალია განსხვავებული მეტყველება, რომ ეს ჩემი გენეტიკური ჯგუფის ნაწილი არ არის. და ის, რომ ჩვენი მიზიდულობა ადამიანის მიმართ ძალიან ნაკარნახებია ჩვენი გენეტიკით, ამის დასტური არის აი შემდეგი საოცარი ექსპერიმენტი. ქალებს აყნოსინებდნენ მამაკაცის მაისურს და თხოვდნენ აი ამ სუნის მიხედვით აერჩია რომელი კაცის გაცნობა მოუნდებოდა. ქალები ირჩევდნენ ისეთი მამაკაცის მაისურებს ყველაზე ხშირად, რომელთაც ჰქონდათ ამ ქალებისგან განსხვავებული იმუნიტეტი. ანუ ის გენები, რომელიც არეგულირებს კაცის იმუნიტეტს. ესე იგი, თუ ასეთ კაცთან მოხდებოდა მისი შეწყვილება, ბავშვი ექნებოდა ორი სხვადასხვა ტიპის იმუნური უჯრედები და ბავშვის გადარჩენის შანსი გაიზრდებოდა. ეს და კიდევ ბევრი სხვა ექსპერიმენტი ადასტურებს იმას, რომ არ არსებობს უნივერსალური სტანდარტი იმის და მიხედვით, რასაც ჩვენი ევოლუციური პროგრამა ჩათვლის გენეტიკურად სწორად, იქ გაგვიჩნდება მიზიდულობა. მაგრამ მარტო გენეტიკაზე არ არის. ვინ იქნება ჩვენთვის მიმზიდველი, ამაზე დიდ გავლენას ახდენს ადრეული ბავშვობის გამოცდილებები და ის სახეები, რომლებიც ჩაგვებეჭდა. კარგი, თუ კოცნის ტესტიც წარმატებით გაიარა ადამიანმა, ანუ ტვინმა დადო დასკვნა, რომ კი, ეს მისაღები პარტნიორია, მაშინ იწყება წყვილებს შორის ოქსიტოცინის გამოყოფა. ოქსიტოცინი ეს არის სიყვარულის, ბმის, საიმედოობის, სიმშვიდის ჰორმონი. მაგალითად, მშობიარობისას ბავშვის სხეულშიც და დედის სხეულშიც გამოიყოფა ძალიან დიდი რაოდენობის ოქსიტოცინი, ისევე როგორც ბუნებრივი კვების დროს. და სწორედ ეს ოქსიტოცინი ითვლება პასუხისმგებლად იმისა, რომ დედას და შვილს შორის სამუდამო კავშირი ყალიბდება. ოქსიტოცინი არა მარტო დედას და შვილს გამოეყოფათ, არამედ გამოგვეყოფა მაშინ, როდესაც ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ, ვეხებით, ვკოცნით, ვეხუტებით, ვეფერებით, სექსუალური ურთიერთობის დროს განსაკუთრებით კულმინაციისას, მაგრამ ოქსიტოცინი არის ის ჰორმონი, რომელიც ჩვენ ღვთის სოციალურ
არსებებად ის ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს და ოქსიტოცინი არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენი ნერვული სისტემა გადარჩენის რეჟიმიდან გადმოვიდეს სიმშვიდის რელაქსაციის რეჟიმში. ამიტომაც ის ადამიანები, რომლებიც ჩვენში იწვევენ ოქსიტოცინის გამოყოფას, მათ მიმართ გვიჩნდება მიჯაჭვულობა. არის ხოლმე ხო, როდესაც ახალგაცნობილ ადამიანთან გაქვს ხოლმე რაღაცა სიახლოვის და სიმშვიდის განცდა, ვაი რა კარგად გვცნობ ამასთან თავს. ეს არის ოქსიტოცინის დამსახურება და ძალიან ხშირად იმ ადამიანთან გამოგმუშავდება მაღალი ოქსიტოცინი, რომელიც გვაგონებს ჩვენ ადრეულ ბავშვობის მნიშვნელოვან ფიგურებს, დედას ან მამას, თუ ასეთი ბმა გქონდა მამასთან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად კაცებს აუცილებლად ისეთი ქალები შეუყვარდებათ მხოლოდ, რომელიც დედას გავს გარეგნობით, მაგრამ შეიძლება რაღაცა ახსენებდეს ადამიანს იმ ბავშვობის მთავარ ფიგურას და ამიტომაც უჩნდებოდეს ის განცდა, რომ ამ ადამიანთან რა კარგად გვძნობ თავს. და სხვათა შორის, რატომ მოწონთ კაცებს ღიმილიანი ფოტოები? იმიტომ რომ გულწრფელი ღიმილი იწვევს მათში ოქსიტოცინის გამომუშავებას. კაცებს, რომლებსაც ევოლუციურად ძალიან ბევრი საბრძოლველი ჰქონდათ, მუდმივი კონკურენცია, ჭირდებათ ნერვული სისტემის დამშვიდება და ქალის გულწრფელი ღიმილი სწორედ ამას აკეთებს. ამიტომაც ხშირად გაიღიმეთ გოგოებო, ის ამშვიდებს გარშემომყოფთა ნერვულ სისტემას. და თუ წყვილებს შორის ეს ოქსიტოცინის გამოყოფა დაიწყო, ოქსიტოცინი იმავე წამს ააქტიურებს დოპამინურ სისტემასაც. და აი ამ დროს რომანტიკული ურთიერთობა გადადის მეორე ფაზაში, რასაც ქვია შეყვარებულობის ფაზა. I love you. და აი, როდესაც იწყება აი ამ დოპამინის გამოყოფა, მაშინ ხდება აფეთქება ტვინში. ოქსიტოცინის სიახლოვის ჰორმონი, დოპამინი, მოტივაციის, სურვილის ჰორმონი, ტესტესტერონი, სექსუალური ტოლვის, ადრენალინის სუნთქვას და პულს გვიჩქარებს. კორტიზოლი, როდესაც იმ ადამიანთან არ ხარ. მოკლედ, ამ დროს ტვინი არის დაბომბილი ჰორმონებით და ეს ძალიან გავს ნარკოტიკული თრობის მდგომარეობას. ეს არის პერიოდი, როდესაც იწერება ლექსები, სიმღერები, ნოველები. ამ დროს ყველაფერი მოგწონს იმ ადამიანში, ვერ ხედავ ერთად ნაკს, ყველა ხუმრობაც სასაცილოა, ყველა მანერა დახვეწილია. მოკლედ, ასეთ დროს ტვინის პრეფრონტალური კორტექსი, ანუ ის ადგილი, რომელიც რაციონალურ მსჯელობაზე არის პასუხისმგებელი, მაინდა-მაინც აქტიური არ არის. ჩვენ ვართ ამ ჰორმონალური, ქიმიური წვიმის გავლენის ქვეშ. და რამდენ ხანს გრძელდება ეს მდგომარეობა? თუ ურთიერთობა სტაბილურდება, ან ერთად გადადიხართ საცხოვრებლად, ანუ ტვინი უკვე სწავლობს, რომ ეს პარტნიორი შენია, ასეთ შემთხვევაში ეს მდგომარეობა მაქსიმუმ შეიძლება გაგრძელდეს 2 წელი. და ამ ყველაფერში დამნაშავე არის ჰორმონი დოპამინი. ხომ გახსოვთ, ის რეაგირებს მხოლოდ სიახლეზე, იმაზე, რაც ჯერ ტვინისთვის არ არის ნაცნობი და ადვილად პროგნოზირებადი. და თუ ურთიერთობა ხდება სტაბილური, პროგნოზირებადი, დოპამინი აღარ რეაგირებს ასე მძაფრად, ჰორმონებიც წყნარდება და აი ეს სიგიჟის ფაზა მთავრდება. აქ შეიძლება თქვა, ეგ როგორ არის სიმართლე, რამდენი წელი მიყვარდა, ან რამდენ ადამიანს ვიცნობ, რომ გიჟივით უყვართ ერთმანეთი, ეს ძალიან ხშირად იმისი მანიშნებელია, რომ ურთიერთობა არ გადასულა მესამე ფაზაში, რომელიც უკვე არის სრული სტაბილურობის, სიმშვიდის, სიწყნარის ფაზა და ურთიერთობა გაჭედილია მეორე ფაზაში. ძალიან ხშირად ამ დროს არის რაღაცა ემოციური უკმარისობები ურთიერთობაში. არ გაქვს გარანტირებული ეს ურთიერთობა. შეიძლება ერთად ცხოვრობდე, მაგრამ რაღაცა უკმარისობას გრძნობ, სულ რაღაცა მოელი შენი პარტნიორისგან გაქვს დაკარგვის შიში. და თუ ეს ურთიერთობა ძალიან ბევრი წელი გრძელდება, არ სტაბილურდება, არ აპროგნოზირებადია, ეს უკვე სიყვარულს კი არ გავს, არამედ გავს ნარკოტიკულ დამოკიდებულებას, რადგან აი ამ მუდმივ დოპამინურ და ადრენალინის ტალღებში ყოფნა ნერვული სისტემისთვის ძალიან ცუდია. და ის, რასაც ხშირად ჩვენ სიყვარულს ვეძახით, არის ხოლმე ადამიანზე დამოკიდებულება და თუ შენ ატყობ, რომ დიდი ხანი ამ ფაზაში ხარ, მუდმივად იმაზე ფიქრობ, დღეს მომწერს თუ არა, გამოჩნდება თუ არა, ან დღეს კარგად მომექცევა თუ არა, ეს ნიშნავს, რომ შენ აი ამ მეორე ფაზაში ხარ გაჭედილი და შეიძლება ამას არ ერქვას სიყვარული კლასიკური გაგები და ეს უფრო იყოს ამ ადამიანზე დამოკიდებულება, რასაც იწვევს დოპამინი. აი, ამისი ყველაზე კარგი მაგალითი არის კაზინოები. კაზინოები სწორედ აი ამ მოდელზე მუშაობენ, რომ შენ არასოდეს არ იცოდე, როდის გექნება ჯილდო. ამიტომაც ხდება ადამიანი კაზინოზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ჯილდო არის არაპროგნოზირებადი. და ურთიერთობაშიც თუ ასე არის, შენ არ იცის, როგორ მოიქცევა, ხან კარგად, ხან ცუდად, ხან მიგიშვებს, ხან გაგიშვებს, აი ამ დროს ტვინი აი ამ დამოკიდებულების მდგომარეობაში შედის. მაგრამ რატომ ვიჭედებით ხოლმე ამ მეორე ფაზაში?
ძალიან ხშირად ამის გამომწვევი არის ხოლმე ჩვენი ადრეული ბავშვობის გამოცდილებები. მე არ მიყვარს ადამიანების კატეგორიებად დაყოფა, მაგრამ აი ამ ურთიერთობების ფსიქოლოგიაში ითვლება, რომ ადამიანებს აქვთ სამი სხვადასხვა ტიპის მიჯაჭვულობის მოდელები. ეს არის ცნობილი ექსპერიმენტი, რომელიც მერი ეინსტორმმა ჩაატარა ბავშვებზე. ის აკვირდებოდა, როგორ იქცეოდნენ ბავშვები, როდესაც დედა გადიოდა ოთახიდან. წლამდე ასაკის ბავშვებზეა საუბარი. ერთი ჯგუფი ბავშვების, როდესაც დედა გადიოდა, იწყებდა ტირილს, მაგრამ დედა როდესაც ბრუნდებოდა, ისინი მშვიდდებოდნენ და იწყებდნენ დედასთან ერთად თამაშს. ასეთ ბავშვებს დასრულობაში ითვლება, რომ ექნებათ დაცული მიჯაჭვულობის სტილი, secured attachment style. ისინი კარგად გრძნობენ თავს ინტიმურ ურთიერთობებში, სიახლოვის არ ეშინიათ, არ აქვთ მუდმივი შიში, რომ მიატოვებენ. მეორე ჯგუფის ბავშვები, როდესაც რჩებოდნენ მარტო, იწყებდნენ ტირილს, მაგრამ დედა, როდესაც ბრუნდებოდა, მაინც არ ჩერდებოდნენ. ასეთ ბავშვებს დასრულობაში ითვლება, რომ უვითარდებათ შფოთვითი მიჯაჭვულობის ფორმა, როდესაც სულ გაქვს იმის შიში, რომ მიგატოვებენ. ამ ადამიანებს ჭირდებათ ძალიან ბევრი დასტური, იმისი, რომ მეორეს უყვარს, სულ ჭირდებათ მოფერება, სიტყვების, სიურპრიზები, აი ამ შინაგანი შფოთის გასაჩერებად. მესამე ჯგუფში ბავშვები, როდესაც მარტო რჩებოდნენ, არ ტიროდნენ და დედა როცა ბრუნდებოდა, აიგნორებდნენ დედას. არადა ამ ბავშვებს უზომავდნენ პულსს, სუნთქვის სიხშირეს და იცოდნენ, რომ ბავშვები შინაგანად ნერვიულობდნენ, მაგრამ ასეთი თავდაცვის ფორმა ჰქონდათ მოგონილი დისტანცირების დედისგან. ასეთ ბავშვებს ითვლება, რომ უვითარდებათ ამრიდებლური, თუ სწორად თარგმნი, avoidant მიჯაჭვულობის ფორმა ურთიერთობებში და ისინი როგორც კი სიახლოვეს გრძნობენ, ხშირად გარბიან ხოლმე სიახლოვისგან. ინტიმური ურთიერთობების ეშინიათ, როგორც კი დიდია გრძნობა, ცდილობენ რომ გაიქცნენ ამ ურთიერთობისგან. თუ ამოიცანით ასეთი თქვენს გარშემო, იცოდეთ რომ ის მაინც თქვენგან კი არ გარბის, ის ზოგადად გარბის ინტიმური ურთიერთობებისგან, იმიტომ რომ მას აქვს ეს მოდელი, რომ მას მაინც მიატოვებენ და ჯობია არ გამოიმუშავო ძალიან დიდი ემოციური ბმა, რომ არ გეტკინოს შემდეგში. მოკლედ ითვლება, რომ ყველაზე ტოქსიური წყვილი არის, როდესაც შფოთვითი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანი დაწყვილდება ამრიდებელ ადამიანთან. ესე იგი, შფოთვით სულ მუდმივად ჭირდება დასტური იმისი, რომ უყვართ, ამრიდებელს ამდენი არ უნდა, ინტიმურობა აშინებს, გარბის. შემდეგ შფოთვითი ადამიანი მეტ ინტიმურობას ცდილობს, ის უფრო გარბის. შემდეგ იმ ამრიდებელ ადამიანსაც უნდება რაღაცა ტიპის სიახლოვე მოდის და აი ამ შფოთვით ადამიანს სვავს აი ამ დოპამინის ტალღებში, ხან არის, ხან არა, ხან მომწერს, ხან არა, ხან თბილია, ხან არა და აი ამ მარყუში იკეთებიან ხოლმე ძალიან ხშირად ადამიანები. როგორ დავიძინოთ თავი ასეთი ურთიერთობისგან? ეს ძალიან ვრცელი თემაა, რომელზეც ცალკე ვიდეოს გადავიღებ. ზოგადად ახლა იწყება სპინის სერიები ურთიერთობებზე, სადაც ვისაუბრებთ, როგორ ავაშენოთ იდეალური პარტნიორობა, როგორ ვიპოვოთ შესაფერისი პარტნიორი, როგორ გადავურჩეთ გულგატეხილობას, როგორ გადავიყვაროთ ადამიანი, რა სხვაობა ქალისა და კაცის სექსუალობას შორის და თუ აქამდე არ გამოგიწერია არხი, იქნებ გამოიწერო და თანაც შეტყობინების ღილაკს დააჭირო. ხო და ახლა დავუბრუნდეთ აი ამ მეორე ფაზას. ესე იგი, რა გამოვიდა? ერთის მხრივ ვამბობთ, რომ იმ საოცარი სიყვარულის მდგომარეობა გრძელდება მაქსიმუმ 2 წელიწადს, მეორეს მხრივ ვამბობთ, რომ თუ მეთხანს გაგრძელდა, ეს უკვე აღარ არის სიყვარული და ნარკოტიკულ დამოკიდებულებას ემსგავსება, რა გამოვიდა, რომ სიყვარული არ არის სამუდამო? თუ მეორე ფაზას დავარქმევთ სიყვარულს, კი, ეს ესე გამოვიდა. იმიტომ რომ მეორე ფაზა, როდესაც თავდება, უკვე ჰორმონალური სისტემა წყნარდება, შენ უკვე აღმოაჩენ რომ არ არის ეს ადამიანიც ასეთი იდეალური, ყველა ხუმრობაც ასაცილო არ არის, რაღაცა მანერებიც არ მოგწონს და ასე დროს ძალიან ხშირად წყვილები იშლებიან. ან გადადიან მესამე ფაზაში. ეს მესამე ფაზა არ არის ისეთი ბრჭყვიალა, მაგრამ სწორედ ეს არის ის, რაც გვაძლევს სიმშვიდეს, საიმედოობას, კარგად ყოფნის შეგრძნებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დროს ნება მთლიანად ქრება, მაგრამ ის აღარ არის მართული დოპამინით, ტესტესტერონით, ის უფრო დაფუძნებულია ოქსიტოცინზე, იმ ჰორმონზე, რომელიც ძალიან ხშირად სამუდამოდაც გვაკავშირებს ადამიანებთან. მაგრამ ამ ურთიერთობის აშენებას, აი მესამე ფაზის სიყვარულის შექმნას უკვე ბევრი შრომა ჭირდება. კი, პირველი მეორე ფაზა გვემართება ჩვენგან გაუცნობიერებად, მაგრამ მესამე არის ის, რასაც შენით ააშენებ. და როგორ უნდა ააშენო? ძლიერი ურთიერთობა, სამუდამო სიყვარული, ამაზე ვილაპარაკებ შემდეგ ეპიზოდში. შემდეგ სპინავთ.